მოგესალმებით, მეგობრებო. დღეს ვისაუბრებთ სომხეთის საგარეო პოლიტიკაზე. ისევე როგორც სამხრეთ კავკასიის დანარჩენი ორი ქვეყანა, სომხეთის საგარეო პოლიტიკა განიცდის ფუნდამენტურ ცვლილებებს. მიზეზები განსხვავდება, თუმცა ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ როგორც ლოკალური ასე ვთქვათ, ხასიათის მიმდინარეობები, კერძოდ ჩვენს რეგიონში არსებული პროცესები, ასევე უფრო ფართო ჭრილში, ასე ვთქვათ, სამხრეთ კავკასიაში, ევრაზიაში თუ ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, რომელიც ასე ვთქვათ, გავლენას ახდენს ერევნის საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. სომხეთის საგარეო პოლიტიკა მაინც ჩამოყალიბდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და ისევე როგორც დანარჩენ სხვა ქვეყნების შემთხვევაში, სომხეთის საგარეო პოლიტიკა მაინც განპირობებულია მისი ასე ვთქვათ, გეოგრაფიული ადგილმდებარეობით. მოგეხსენებათ, რომ 4-დან 2 საზღვარი სომხეთს ჯერ კიდევ ჩაკეტილი აქვს. ეს არის თურქეთთან არსებული საზღვარი, მეორე კი აზერბაიჯანთან და ეს განაპირობებდა იმას, რომ სომხეთის გეოპოლიტიკური განვითარება ყოველთვის მიმართული იყო სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ, ირანიდან რუსეთისკენ. რაც აისახებოდა როგორც ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ასევე ასე ვთქვათ, სამხედრო ალიანსებში, ეკონომიკის განვითარებაში და ასე შემდეგ. სომხეთისთვის ეს რეალობა იყო საკმაოდ მტკივნეული პროცესი იმ კუთხით, რომ მას უწევდა ყოფილიყო დამოკიდებული ერთ კონკრეტულ მოთამაშეზე, ამ შემთხვევაში რუსეთზე. რაც აისახა კიდევაც როგორც ბილატერალურ, ასევე ასე ვთქვათ, სხვა უფრო ასე ვთქვათ, მულტილატერალურ ხელშეკრულებებში მოსკოვთან. მოსკოვი და ერევანი 90-იან წლებიდან ოფიციალური მოკავშირეები იყვნენ და ამასთან ერთად სომხეთი მოსკოვის მიერ, ასე ვთქვათ, შექმნილ ნატოს ანალოგის, ვთქვათ, კუხოს წევრიც იყო და პრინციპში ჯერ კიდევ არის. სომხეთისთვის მნიშვნელოვანი იყო პირველ რიგში აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ყარაბაღის, ასე ვთქვათ, ანკლავის შენარჩუნება. ამისთვის სომხეთმა დამატებით სხვა ტერიტორიებიც დაიკავა აზერბაიჯანის ტერიტორიისა, ასე ვთქვათ, რომელიც უშუალოდ ყარაბაღის ასე ვთქვათ, ანკლავის გარშემო მდებარეობდა და ჯამში საკმაოდ დიდი ტერიტორია ჰქონდა აზერბაიჯანისა წაღებული სომხეთს, რაც რა თქმა უნდა იწვევდა უკიდურეს დაძაბულობას, რაც ამ ორ ქვეყანას შორის იყო და ამასთან ერთად არ უმჯობესდებოდა ურთიერთობები ანკარასა და ერევანს შორის. აი ეს გეოგრაფია პირველ რიგში და ეს რეალობა, რომელიც სომხეთს ჰქონდა 4-დან 2 საზღვარზე, რა თქმა უნდა, ავიწროვებდა იმ შესაძლებლობებს, რაც სომხეთს შეიძლება ჰქონოდა იმ შემთხვევაში, თუ ყველა საზღვარი ექნებოდა გახსნილი და დიდი ალბათობით სომხეთის საგარეო პოლიტიკაც უფრო მოქნილი იქნებოდა და ნაკლებად იქნებოდა დამოკიდებული ერთ რომელიმე დიდ მოთამაშეზე. მაგრამ მას შემდეგ, რაც ყარაბაღის მეორე ომში სომხეთი დამარცხდა 2020 წელს, ხოლო შემდეგ უკვე 2023 წელს ქვეყანამ სრულად დაკარგა კონტროლი ყარაბაღის იმ დარჩენილ ტერიტორიაზე, რომელშიც ჯერ კიდევ სომხები სახლობდნენ, ანუ 2023 წლის სექტემბრამდე, ასე ვთქვათ. სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა. სომხეთი
რჩებოდა და ჯერ კიდევ რჩება ალიანსების, ასე ვთქვათ, წევრი, რომელიც მოსკოვის მიერ შეიქმნა, თუმცა ყველა მიმართულებით სომხეთი ცდილობდა, რომ გადაეხედა, ასე ვთქვათ, ურთიერთობები რუსეთთან. გამოუვიდა ეს თუ არა ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიდეოს ბოლოს კიდევ შევეხებით ამ საკითხს, თუმცა პროცესი საკმაოდ მოულოდნელიც იყო გარკვეულწილად რუსეთისთვის, იმიტომ რომ მაშინ, როდესაც რუსეთს თავის მხრივ უწევს მთელი თავისი სამხედრო, დიპლომატიური და ეკონომიკური რესურსების გადატანა უკრაინაში მიმდინარე ომში, მას ნაკლები გარკვეულწილად ნაკლები რესურსი და ნაკლები ენერგია და ესე ვთქვათ პოლიტიკური და სამხედრო კაპიტალი რჩება, რომ შეინარჩუნოს ისევ როგორც ამას ადრე ახერხებდა თავისი გავლენა სამხრეთ კავკასიაში. მის გავლენას ამ რეგიონში ეგზისტენციალური საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ის რყევები, რომელსაც რუსეთი, ესე ვთქვათ, ხდება აი ამ ბოლო წლების განმავლობაში, აწყდება ამ ბოლო წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, მეც მეტყოლებს იმაზე, რომ ეს პროცესი, ანუ რაც მიმდინარეობს შავი ზღვისპირეთში, ანუ ომი უკრაინაში, მაინც აიძულებს მოსკოვს, რომ მთელი თავისი რესურსები გადაიტანოს უკრაინაში მიმდინარე ომზე. ყარაბაღის დაკარგვა იყო ფუნდამენტური, ესე ვთქვათ, მოვლენა სომხეთის თანამედროვე ისტორიაში და როგორც ჩანს მის საგარეო პოლიტიკაშიც. რადგან ზუსტად აი ამ მოვლენის შემდეგ სომხები დაეჭვნენ ზოგადად რამდენად არის მონგებიანი და უსაფრთხო რუსებთან ასე ვთქვათ, აი ეს გრძელვადიანი და ასე ვთქვათ, ბილატერალური, ან თუნდაც ასე ვთქვათ, კუხოში გაწევრიანების შედეგად ეს მოკავშირეობა. როგორც ჩანს, მათ მკვეთრად აქვთ გადაწყვეტილი, რომ გარკვეულ საკითხები, ასე ვთქვათ, გადაიხედოს ორმხრივ ურთიერთობაში მოსკოვთან და 2023 წლის სექტემბრიდან, მას შემდეგ, რაც ყარაბაღი საბოლოოდ დაეცა, ერევნის საგარეო პოლიტიკაში გამოიკვეთა საინტერესო მიმართულება, რომელსაც მე დავარქმევდი მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკური კურსი, კერძოდ სომხეთის მიერ ცდილობა, რომ გაუმჯობესოს ან გააღრმავოს, ან ასე ვთქვათ, დაიწყოს ურთიერთობები ისე დიდ და მნიშვნელოვან ქვეყნებთან, როგორიც არის ინდოეთი, თუნდაც ირანი, საფრანგეთი, ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და ბევრს შეიძლება გაუკვირდეს საკუთრებით თურქეთიც კი. რა თქმა უნდა, ამ ყველა ქვეყანასთან თურქეთის გარდა გარკვეულწილად სომხეთს აქტიური ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა 2023 წლიდან ჩვენ ხედავთ, რომ აი დონე ამ ურთიერთობების ხარისხი, ასე ვთქვათ, ამ ურთიერთობების მკვეთრად გაიზარდა. სომხებისთვის მნიშვნელოვანი იყო და არის დივერსიფიცირება არა მარტო უბრალოდ ეს ვთქვათ საგარეო ურთიერთობებისა, არამედ უსაფრთხოებასთან და სამხედრო საკითხებთან დაკავშირებული კავშირების ასე ვთქვათ დივერსიფიცირებაც. ზუსტად ამ მიზანს ემსახურება ინდოეთთან მჭიდრო სამხედრო კავშირები და ასე ვთქვათ ინდოეთის სამხედრო ტექნოლოგიების შესყიდვაც. იდენტურია ფრანგებისგან შესყიდვა სამხედრო ტექნოლოგიების, მჭიდრო სამხედრო და ასე ვთქვათ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ასე ვთქვათ საკითხებში ხელშეკრულებების და ასე ვთქვათ კავშირების გაბმა
უშუალოდ საბერძნეთთან და კვიპროსთანაც კი და ამ მხრივ სომხეთმა მოახერხა ის რომ უკანასკნელი 2-3 წლის განმავლობაში სამხედრო, ასე ვთქვათ, შესყიდვების კუთხით ეს ქვეყანა უკვე ნაკლებად არის დღეს დამოკიდებული რუსეთზე და თუ ეს მაგალითად ყარაბაღის დაცემამდე ციფრი იყო 80% და 80%-ზე უფრო მეტიც კი სხვადასხვა გამოთვლებით ასე ვთქვათ უცხოური ასე ვთქვათ იმპორტის სამხედრო ტექნოლოგიებისა სომხეთში მაინც მოდიოდა რუსეთზე დღეს ვხედავთ რომ ეს ციფრი მკვეთრად არის შემცირებული და მართლაც თუ გადავხედავთ იმ ხელშეკრულებებს რაც ერევანსა და ნიუ-დელის შორის დაიდო მართლაც შთამბეჭდავია რომ ეს ხელშეკრულებები პრინციპში $1 მილიარდსაც ცდება და უკვე ინდოეთმა მოახერხა და მოასწრო კიდევაც მრავალი ესე ვთქვათ სამხედრო ტექნიკის ჩატანა სომხეთში. სომხეთისთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო რომ აი ამ სამხედრო კავშირების გარდა წმინდა პოლიტიკური ურთიერთობები გაიღრმავებინა სხვადასხვა აქტორებთან და აი ამ მხრივ დასავლეთთან დაახლოება, რომელსაც ჩვენ აი ბოლო წლების განმავლობაში ვაკვირდებით და განსაკუთრებით აი ამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ეს ზუსტად აი ამ მიზანს ემსახურება, რომ აი ამ აწლეულების განმავლობაში დაგროვებული, ასე ვთქვათ, სიბრაზე გარკვეულწილად რუსეთის მიმართ, რასაც სომეხი პოლიტიკოსები არ მალავენ თავის განცხადებებში და ზოგადად ის კონტექსტი, რომ სომხეთი იყო დამოკიდებული ერთ კონკრეტულ გეოპოლიტიკურ მოთამაშეზე, აღარ ასახავს, აღარ პასუხობს იმ რეალობას, რომელიც რეგიონშია და რომელიც სოფლიოში ყალიბდება. სოფლიოში მიმდინარეობს ახალი წესრიგის ჩამოყალიბების პროცესი და ჩვენ არც ბიპოლარულ სამყაროში გადავდივართ, არც ვრჩებით უნიპოლარულ სამყაროში, როდესაც მხოლოდ ერთი ქვეყანა მართავდა და იყო ეს ყველაზე მძლავრი სხვა ამერიკის შეერთებული შტატები, არამედ სოფლიო უფრო გადადის ეს თქო მრავალ პოლუსიან ასე ვთქვათ სისტემაზე, სადაც დასავლეთის მძლავრ ქვეყნებთან ერთად იქნება ასევე რუსეთის, ჩინეთი, ინდოეთი, ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე მსხვილი ქვეყანა, ბრაზილია და სხვები და იქ ასე ვთქვათ რამდენიმე დიდი მოთამაშე შეასრულებს გადამწყვეტ როლს სოფლიო პოლიტიკაში. აი ამ რეალობის გათვალისწინებით და ასევე იმ ფაქტების გათვალისწინებით, რაც 2020 წლიდან მოყოლებული მოხდა სომხეთის ისტორიაში და უშუალოდ სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში, ერევანის გააზრებით ლოგიკურია, რომ ქვეყანა ნაკლებად იყოს დამოკიდებული ერთ რომელიმე მოთამაშეზე, ამ შემთხვევაში რუსეთზე. აი ამ მრავალპოლუსიან მსოფლიოში საჭიროა თამაში, საჭიროა მრავალ, ასე ვთქვათ, მოთამაშესთან მჭიდრო ურთიერთობების დამყარება და ზუსტად აი ამ მიზანს ემსახურება ალბათ ის, რომ სომხეთი ცდილობს, რომ დაუახლოვდეს ევროკავშირს, დაუახლოვდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც თქვით, მჭიდრო ურთიერთობები დაამყაროს საბერძნეთთან, ინდოეთთან, ცდილობს იგივე გააკეთოს ჩინეთთან, თუმცა ალბათ გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე მაინც ნაკლები დაინტერესება მოდის პეკინიდან და ამასთან ერთად ჩვენ ვიცით რომ პეკინს უფრო აინტერესებს მაინც საქართველოს, აზერბაიჯანის მიმართულება სხვადასხვა მიზეზების გამო, რა თქმა უნდა. და ალბათ ლოგიკური არის თუ რატომ იყურება სხვაგან სომხეთი.
გამოუვა სომხეთს ეს თუ არა, ეს აბსოლუტურად ასე ვთქვათ, განსხვავებული სხვა პრობლემა არის და სხვა საკითხია, რა თქმა უნდა. აქ შეგვიძლია ჩვენ რამდენიმე ასე ვთქვათ, თეზისი ჩამოვაყალიბოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი ცდილობს სხვა დიდ მოთამაშეებთან უფრო მჭიდრო ურთიერთობები დაამყაროს, რა თქმა უნდა, სომხეთს ეკონომიკურად და გარკვეულწილად სამხედრო კუთხითაც არ აწყობს სრულად რუსეთთან, რა თქმა უნდა, ურთიერთობების შემცირება თუ გაწყვეტა. სომხეთში ესმით, რომ თუ მათ სურთ მრავალ ვექტორული საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბება, აგება, ამ მრავალ ვექტორულ საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვან როლს ისევ და ისევ რუსეთი შეასრულებს, როგორც ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე და გეოგრაფიულად ყველაზე ვთქვათ, სომხეთთან ახლო მდებარე. რუსეთის გარეშე და რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტით სომხეთის საგარეო პოლიტიკა და ზოგადად ქვეყნის უსაფრთხოება ალბათ უფრო დაზარალდება ვიდრე სარგებელს ნახავს, რადგან მაინც ეს რთული სამეზობლო, რომელიც სომხეთს გააჩნია, არ აძლევს ქვეყანას საშუალებას, რომ სრულად საკუთარ სამხედრო ძალებზე ან ეკონომიკურ პოტენციალზე იყოს დამოკიდებული და იმედი ქონდეს იმ რესურსებისა, რაც ამ ქვეყანას გააჩნია. რესურსები ამ ქვეყანას მინიმალური გააჩნია, გეოგრაფიული ადგილმდებარეობა არ უწყობს ხელს, რომ მან უფრო აქტიური, ასე ვთქვათ, საგარეო პოლიტიკა აწარმოოს და მოიზიდოს ინვესტიციები და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ამიტომაც სომხეთისთვის ალბათ ოპტიმალური ვარიანტი საგარეო პოლიტიკის წარმართვისა მაინც არის ბალანსის დაჭერა, როგორც რუსეთსა და დასავლეთ შორის, ასევე აზიურ ქვეყნებსა და რუსეთს შორის და ასე შემდეგ. ის მრავალ ვექტორული საგარეო პოლიტიკა, რაც მოითხოვს დაბალანსებულ მიდგომას აი ამ დიდ მოთამაშეებთან მიმართებაში, სომხეთს ამის გამოცდილება წინა აწლეულების განმავლობაში არ გააჩნდა, მაგრამ როგორც ხედავთ, რეგიონში მიმდინარე პროცესები უბიძგებს ხელს, რომ ქვეყანამ ყოველ შემთხვევაში შეეცადოს, რომ აი ასეთ თამაშს მიყვეს. და ამასთან ერთად სომხეთისთვის ალბათ კარგ მაგალითს საქართველოს წარმოადგენს, რადგან საქართველოს ზუსტად აი ამ მიდგომის ჩამომყალიბებელი იყო პრინციპში რეგიონში. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანმა დაიწყო გარკვეულწილად აი ეს მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის წარმართვა უფრო ადრე, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში მკვეთრი ცვლილება განხორციელდა საგარეო პოლიტიკური კუთხით უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში და საქართველოს ალბათ კარგ მაგალითს წარმოადგენს სომხეთისთვის თუ როგორ უნდა შეეცადო ყოველ შემთხვევაში ითამაშო დიდ მოთამაშეებს შორის და ნაკლებად იყო დამოკიდებული ერთ კონკრეტულ დიდ გეოპოლიტიკურ აქტორზე. კიდევ ერთხელ თანამედროვე მსოფლიოში, რომელიც უფრო დივერსიფიცირებულია გეოპოლიტიკური მოთამაშეების კუთხით, თუ შეიძლება ასე ითქვას, პატარა ქვეყნისთვის ალბათ სახიფათოც კი არის ერთ რომელიმე მოთამაშეზე იყოს დამოკიდებული. ამიტომაც ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესები და ზოგადად ჩვენს რეგიონში არსებული ქვეყნები ყველა ცდილობს ზუსტად ამ თამაშს მიყვეს. შეეცადოს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის დააბალანსოს თავის საგარეო პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ურთიერთობები. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სომხეთმა, ასე ვთქვათ, რადიკალური ნაბიჯები გადადგას და დატოვოს კუხო, დატოვოს რუსეთის მიერ, ასე ვთქვათ, შექმნილი ევრაზიული კავშირი. სარგებელს სომხეთი უფრო ხედავს, რა თქმა უნდა, ეკონომიკური კავშირებისგან რუსეთთან. ჯერჯერობით არ უნახავს, ასე ვთქვათ, სამხედრო სარგებელი, ასე ვთქვათ, კუხოში წევრობისგან, თუმცა
მაინც ნაკლებად სავარაუდოა, რომ სომხეთმა დატოვოს ეს სამხედრო ალიანსი, რადგან მაინც ჯერ კიდევ ურთიერთობები აზერბაიჯანთან და თურქეთთან შეიძლება არ იყოს ისეთი გამწვავებული, როგორც წინა წლებში, ასე ვთქვათ, თუმცა მაინც დაძაბულობა ჯერ კიდევ არსებობს. საფრთხე იმისა, რომ შეიძლება ეს დაძაბულობა რაც გადაიზარდოს სამხედრო ესკალაციაში, ჯერ კიდევ არსებობს. და ამიტომაც სომხები გარკვეულწილად ცდილობენ, რომ ურთიერთობები დაალაგონ თურქეთთანაც. თურქები ღია არიან პრინციპში, რომ ურთიერთობები დაალაგდეს, თუმცა ელოდებიან იმას, თუ როდის მოგვარდება ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობები. როგორც კი ეს მოხდება და პრინციპში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა უკვე ბაქოსა და ერევნის მიერ ამ ასე ვთქვათ სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოსაწერად მერე უკვე ერევანსა და ანკარას შორის მოგვარდება ურთიერთობები ყოველ შემთხვევაში ოფიციალური განცხადებების მიხედვით ასეთი მზაობა ნამდვილად არსებობს. და აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით სომხეთის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება შეიძლება თამამად ამის თქვა, მაინც ასევე მიმდინარეობს იმ მნიშვნელოვან პროცესთან, ასე ვთქვათ, პარალელურად, რომელსაც დღეს ვადევნებთ ქვეყნის შიგნით, სომხეთში და ყალიბდება, ასე ვთქვათ, ახალი მიდგომა ზოგადად ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართ. ეს არის რეალური სომხეთის პროგრამის შემოთავაზება სომხეთის მთავრობის მიერ, რომელიც საკმაოდ საინტერესო მიდგომა არის, იმიტომ რომ რადიკალურად განსხვავდება იმისგან, თუ როგორ საგარეო პოლიტიკურ კურსს ატარებდა ქვეყანა 30 წლის განმავლობაში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და როგორი მიდგომა ჰქონდა მეზობლებთან ზოგადად, როგორი მიდგომა ჰქონდა ისტორიულ წარსულთან და ერთ-ერთი კარგი მაგალითი ის არის, რომ თანამედროვე სომხეთის ხელისუფლება ცდილობს, რომ ასე ვთქვათ, გადახედოს იმ ასე ვთქვათ, იდეალებს და იმ ისტორიულ ნარატივებსაც, რომელიც ხშირად ჭარბობდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში თუ ქვეყნის ზოგადად ისტორიაში. მაგალითად, მთა არარატი აღარ უნდა იქნას მიღებული და აღიარებული როგორც სომხეთის ასე ვთქვათ, მთა, არამედ უნდა იყოს დანახული როგორც მთა, რომელიც მდებარეობს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. ამისათვის ასევე მიდის უკვე მსჯელობა იმაზე, რომ შეიცვალოს ზოგადად სომხეთის ისტორიის წიგნები და სხვა, ასე ვთქვათ, ნარატივები, რომელიც ქმნიდა სომხეთის საგარეო პოლიტიკას მეხსიერებას, ასე ვთქვათ, ხო? და მთავარი არის ის აი ამ რეალური სომხეთის პროგრამის, ასე ვთქვათ, საკვანძო, ასე ვთქვათ, პუნქტი, ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას, არის ის, რომ სომხეთი არის ის სომხეთი, რომელიც აღიარებულია საერთაშორისოდ აღიარებულია, ასე ვთქვათ, თავის საზღვრებში. და უარი უნდა ითქვას იმ ისტორიულ სომხეთზე, რომელიც ბევრად დიდი იყო ვიდრე თანამედროვე სომხეთი და მდებარეობდა რადიკალურად განსხვავებულ ტერიტორიაზე, ანატოლიის, ასე ვთქვათ, აღმოსავლეთ ნაწილში და უარი უნდა ითქვას აი იმ ისტორიულ ნარატივებზე, რომელიც ჭარბობდა ხშირად სომხურ საზოგადოებაში და აი ეს პროგრამა, რომელსაც სთავაზობს სომხეთის ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ამას ბევრი არ ემხრობა და აი ეს ყველა კომპონენტი, რა თქმა უნდა, იწვევს უკვე იმ დაძაბულობას, რაც ქვეყნის შიგნით ვხედავთ ჩვენ დღეს. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ აი ეს ცვლილებები საგარეო პოლიტიკაში მაინც მიმდინარეობს პარალელურად იმ ცვლილებებთან, რომელიც ქვეყნის შიგნით ხდება და აი ეს მტკივნეული პროცესი, რომელსაც სომხეთი გადის,
მაინც მეტყველებს იმაზე, რომ ის ცდილობს მიესადაგოს იმ დიდ გეოპოლიტიკურ პროცესებს, რომელიც ჩვენთან რეგიონში მიმდინარეობს და უკვე შემდეგ მთლიანად მთელ მსოფლიოში.